ქსელში ჩვენ აი ხა ახალგაზრდები წარმოგიდგინეთ, აი ხა გაურკვეველი სქესის ადამიანები, რომლებიც პოლიციებს აფიქსირებენ ხშირ შემთხვევებში და ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო, როცა ამ ადამიანებს უყურებ, მაგრამ არიან ჯანსაღი აზროვნების ახალგაზრდები, რომლებიც აი ეხლა იმ დღეს წავაწყდეს, ხათაშორის ეს გოგონა ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელში და ძალიან მომწონს აი ამ ახალგაზრდის პოზიციები და ჩვენ ყოველთვის მარტო მათი პოზიციების აი ეგ ვიდეო სახით გაშუქებას კი არა, სიამოვნებით სტუდიასაც დაუთმობდით. მე რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორს დაუკავშირდი, რომ აი მეთქი, ვინმე მეთქი თუ ყავთ ისეთი სტუდენტობა, დაუთმობთ ეთერს ახალგაზრდობას გამოვიყვათ მეთქი, ერთი წელი გავიდა თუ ორი წელი ერთი ადამიანი არ უთქვით. და არავინ არ არის. ხო, ვერსდიან და თან პროფესორები არიან და დასტა ხარისხს იმაშვებიან, აძლევენ ყუბა მეტრობით რაღაცა ხო იცით რომ იქაც კიდე როგორ ხდება ეს ყველაფერი და აი ეხლა მე სიამოვნა ამ ახალგაზრდის პოზიცია. იცით როგორ ნაციონალებზე ვგიჟდები? ჩუმად რო არიან სახლებში. რომ უნდათ რომ ნაცები მოვიდნენ და რაღაცა ლიბერალები არიან რეალურად, მაგრამ აქციაზე არ გადიან და იქ არ დგებიან მომიტინგეებთან ერთად. ახლა ეგ რა აკლიათ, იქ გევიდნენ და გეიწუწონ. ან გეილახონ. ან თლაუარესიც იღეს ჯაჯდნენ. ჩუმად არიან წყნარად და ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები, რომ მე რომელ მხარეს შეეტენონ რაღაცა წინასწარ საქმე არ გაიფუჭონ ვინმესთან. გადი ჩემო ძვირფასო, ჩვენ ბულერები არა ვართ, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ ძაღლებს ყეფის გამო არ ვუტყავთ. აი ძალიან ისე იუმორის კუთხით თქვა, იმიტომ რომ ის ხო გამოვიდა რა ქვია ის ჩარკვიანის შვილიშვილი და რომ იყეფებოდა ეს მის და სწორად თქვა რა. ძაღლის აი ყეფე არ ურტყამთ არა ხო, არ ურტყამთ და არც იმათ ურტყამთ, ვინც იმედზე იჯდა ყუბა მეტრობით ფულს აკეთებდა და დღეს არიან ამ აქციაზე. კაცმა იმხელა ფული იშოვა იმედზე ყოფნის დროს წავკიში სახლი ააშენა რა. აბა ვიზე ლაპარაკი. აგე რა. რომ მალე არჩევნები იქნება და იმასაც ველოდები რომ მალე გამოუშვებენ ყველა პატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაჭერილი. არავითარ შემთხვევაში. განსაკუთრებით ჩემ კოლეგებს რა თქმა უნდა გულშემატკივრობა. ანდრო ჭიჭინაძეს რომელიც არის დაკავებული. დიახ, არა მარტო ანდრო, ბევრი არიან. აი ეს არის პრასტიტუტკა ადამიანი. ამან რო ჩატარდეს კონკურსში ერთი ადგილის თამაში, არა პირველ ადგილს მაინც ისაიღებს მარგველაშვილი. ის ღვინოს რო ყიდის რუსეთში, ეს თვილღვინოს დირექტორი. კაცი თვილღვინოს ისა ხელმძღვანელი ყიდის რუსეთში ღვინოს და ეხლა აქციებს ვერტება. დიდრდება. ხო და აი მე მინდა რომ მე გუშინ მე წარმოვაჩი გუშინ თუ გუშინ წინ ეხლა ყოველდღე გადაცემები, მაგრამ აღარ ვიცი სიმართლე რო გითხრათ, მე რევა ხოლმე ზოგჯერ როდის რა სიუჟეტი გავუშვი, მაგრამ წარმოვადგინე ბატონი გიორგაძე არის ესეთი იმისი რა ქვია ხელმძღვანელი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების საკპატენტის ხო სოსო გიორგაძე ახალგაზრდა კაცია 36 წლის და გამოვიყვანე აი მე სიამოვნა იმ კაცის პოზიცია ისე კარგად ისაუბრა მაია ბარათაშვილი გამოვიყვანე რომელმაც ასევე წინვალეთ ისაუბრა აი ხა წარმოგიდგინეთ აი ქუჩაში ამ აქციის ორგანიზატორებს როგორ ესაუბრება აი ეს მე არ ვიცი რა ჩინი აქვს ეხლა ამ ახალგაზრდა პოლიციას აი ეს არის ორგანიზატორი არა ეს ეხლა მე ვაკ სამართალდამცავება აი როგორ ელაპარაკება აი გესიამოვნება აი ესეთი ახალგაზრდები რო პოლიციაში გეყოლება ხო უკვე იმედია რომ ამ ქვეყანას ეშველება მართლა და ნაშველიც აქვს მაშინ შევწყვიტოთ საუბარი და იყვირე მარტო ეს ქვეყანა ჩემი აპლაკატი კიდევ ერთხელ გიმარტავ საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევ შესაბამის ზომებს მიიღებს პოლიცია ჩემი პლაკატები რომელიც გადავარღვიე გიმარტა რა დავარღვიე ხო გიმარტა კაი განმარტა ქუჩაში დასახლებულ ადგილას ლანძღვა გინება ისჯება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით მოგიწოდეთ არ დაარღვიოთ წესრიგი და თქვენი პროტესტი მოაქციოთ კანონის ჩარჩოებში ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა კანონის დარღვევის შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს მე მგონი საკმარისად გაგიმართებთ მე გეუბნები დამიბრუნა აი ესეთი ადამიანი მეგობრებო არის აი ეხლა წარმოგიდგენიან ნაცების დროს ვიღაცას იქ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა მიაყენე ვინმე გამოსულიყო ესე ახსნა განმარტებები მიეცა ელაპარაკა თავში ჩაგირაკულებდა აი დუბინკაზე გაგაგდებდა იქიდან და ესენი პოლიციელებს ეძახიან ჯალათებს ეს ნაძირლები რა და გუშინ ტევე პირველი სიუჟეტი დაიწყო
არა, ფორმულა სიუჟეტი დაიწყო, გამოდის ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი, ისე შავფორმიანების აქციაო. გესმის თქვენ რა? პოლიციელებზე იძახი შავფორმიანების აქციაო. ბიჭო, რა შავფორმიანების აქცია თქვენ ცოტა აზზე ხო არ გარ. სახელმწიფო ინსტიტუტებს როგორ აყენებთ შეურაცხყოფა? რო გრამე გაგიჭირდეს, ვის დაუძახებთ, მაინტერესებს რაღაცა რო გაგიჭირდეს ქუჩაში, ვინმემ რომ დამნაშავემ შეგაწუხო, შავფორმიანებს დაურეკავ მერე? თქვენ პრასტიტუტკებო თქვენა მართლა რა შავფორმიანებზე ლაპარაკობ? შავფორმიანები იყვნენ ბადრის რაო რო ყვიროდნენ მაშინ, აი ის იყვნენ შავფორმიანები. პოლიცია გამოდიოდა 7 ნოემბერს აქციაზე და ბადრის რა და იგინებოდნენ. გაოგნებული ვარ.